ძალიან ბევრნაირად შეგვიძლია გავიმარტოთ, თუ რატომ არის a ხარისხად - b იგივე, რაც 1 გაყოფილი a ხარისხად b-ზე. a ხარისხად b-ზე. ბევრნაირად შეიძლება ამის განმარტვა და ერთ-ერთი ხერხი, რომელიც მე ძალიან მომწონს, არის ასეთი. და მოდი ამასაც გავაკეთებ. ესე იგი, ავიღოთ 2 ხარისხად 3. რა არის 2 ხარისხად 3? 2 ხარისხად 3 არის 8, ხო? ახლა მოდი ნახოთ 2 ხარისხად 2 რა არის. 2 ხარისხად 2 რომ მივიღო, რა უნდა ვუყო 2 ხარისხად 3-ს? უნდა გავყო 2-ზე, ხო? 2 ხარისხად 3 რომ გავყო მე 2-ზე, მივიღებ 2 ხარისხად 2-ს, რაც უდრის 4-ს. ახლა კიდევ თუ გავყავი ეს 4-იანი 2-ზე, რა მოხდება? მივიღებ 2 ხარისხად 1-ს, ხო? მივიღებ, მოიცა დავწერ, ქვემოთ დავწერ ცოტა. 2 ხარისხად 1-ს, რაც არის 2 სტოლი, ზუსტად 2 სტოლი. შემდეგ, თუ მოინტერესებს რა არის 2 ხარისხად 0, რას ვშვები მაშინ? ხა დაფიქრდეთ. და ეს საინტერესო სხვადასხვა რაღაც ხარისხად 0 რატომ შეიძლება იყოს 1, ამასაც კარგად აჩვენებს. თუ აქამდე ყოველთვის 2-ზე გაყოფით ჩავდიოდი, ანუ ხარისხებს ვაკლებდი 2-ზე გაყოფით, მაშინ 2 ხარისხად 0 რომ მივიღო, კიდევ ერთხელ უნდა გავყო 2-ზე, ხო? 2 ხარისხად 1 ამ შემთხვევაში. ესე იგი 2 ხარისხად 1-ის 2-ზე გაყოფით, მე მივიღებ 2 ხარისხად 0-ს. და რა გამოვა 2 ხარისხად 0? 2 გაყოფილი 2-ზე, ანუ 1. კი ბატონო. აი ახლა არის საინტერესო ნაბიჯი. ვთქვათ მე კიდევ მაინტერესებს ახლა 2 ხარისხად -1 რა არის. ანუ კიდევ მოვაკელი 1 ხარისხი და მაშინ მაქვს 2 ხარისხად -1. მოდი ავდგები და განვაგრძობ ამ კანონზომიერებას და ისევ გავყოფ 2-ზე, ამას, რაც მქონდა მანამდე. და მაშინ მექნება უკვე 1/2. და აი თუ დაუკვირდებით, 2 ხარისხად -1 არის იგივე რაც 1 გაყოფილი 2-ზე. 2-ზე ანუ 2 ხარისხად 1-ზე, ხო? იმიტომ რომ აქ 2 რომ მაქვს, ეს იგივე რაც 2 ხარისხად 1. ანუ გამომივიდა რომ 2 ხარისხად -1 იგივე რაც 1 გაყოფილი 2 ხარისხად 1-ზე. რაღაც შებრუნებული რიცხვებია, ხო? ახლა მოდი კიდევ ჩავყვეთ, თქვათ მინდა 2 ხარისხად -2-ის გაგება. მაშინ რა ვქნა? მაშინ ავდგები და კიდევ გავყოფ 2-ზე, გაყოფილი 2-ზე და თუ მქონდა 1 გაყოფილი 2 ხარისხად 1-ზე, ახლა მექნება 1 გაყოფილი 2 ხარისხად 2-ზე, ხო? ან სხვაგვარად რომ ვთქვათ 1 გაყოფილი 4-ზე იქნება, რაც არის 1 გაყოფილი 2 ხარისხად 2-ზე. იგივეა. ან მოდი კარგი, სიმარტივისთვის ესე დავწერე 1 გაყოფილი 4-ზე. აი ესე, კი ბატონო. ანუ ეს უბრალოდ არის იგივე, რაც 1 გაყოფილი 2 ხარისხად 2-ზე. და მე კიდევ ერთი ნაბიჯი რომ აჩვენოთ, მაგრამ თუ თქვათ მაინტერესებს 2 ხარისხად -3 რას უდრის, ისევ და ისევ გავყოფ ამ გამოსახულებას 2-ზე და მექნება 1/8. და 1/8 არის იგივე, რაც 1 გაყოფილი 2 ხარისხად 3-ზე. ანუ აშკარად ჩანს, რომ 2 ხარისხად -3 არის იგივე, რაც 1 გაყოფილი 2 ხარისხად 3-ზე. ეგ არის და ეგ.